თბილისი მედიის მხარდამჭერი მარშისთვის ემზადება 19 ივნისს, მაშინ როდესაც კომუნიკაციების კომისია სამი კრიტიკული მაუწყებლის დასასჯელად შეიკრიბება, დედაქალაქში მსვლელობა მოეწყობა. აქტივისტები და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერები 2:30-დან შეიკრიბებიანავლაბრის მეტროსთან, შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლებენ კომუნიკაციების კომისიასთან. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ოცნება ბექაურის კომისიის გამოყენებით ცდილობს შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დააწესოს ცენზურა მედია საშუალებებზე და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს მაუწყებლობის ლიცენზია და ჩაახშოს კრიტიკული ხმა. რუსული რეჟიმი საქართველოში აგრძელებს შეტევას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. მათი მიზანია, რომ არ ისმოდეს სიმართლის ხმა და მთელი საინფორმაციო სივრცე გაჯერებული იყოს ბინძური რუსული პროპაგანდით. ზუსტად ამ მიზნით 19 ივნისს 3 საათზე არის დანიშნული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხდომა, რომლის მიზანიც არის თავისუფალი ტელევიზიების დაცენზურება და ამით თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი მთლიანი კამპანიისა ამ რეჟიმის, რომლის მიზანია მთლიანად სიმართლის ხმა აღარ ისმოდეს ქვეყანაში. საქართველოში პროტესტი გრძელდება, პროტესტი კოორდინირებს და მედიის თავისუფლებისთვის გაერთიანდება ყველა, ვისაც ეს მედიის თავისუფლება ადარდებს და სიტყვის თავისუფლება, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ყველა ჯგუფს, ისევე როგორც საპროტესტო საზოგადოების დიდ ნაწილს, მიუხედავად სასამართლოების პროცესისა და ჩვენი კონცენტრაციისა სასამართლოებზე და რეჟიმის პატიმრების მიმართ, რომ 19 ივნისის აქციას შემოუერთდეს, რომ დავიცვათ მედია, სიტყვის თავისუფლება და საქართველოს რეჟიმს არ მიეცეს რეპრესიების საშუალება. ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა აბრუნებს ცენზურის მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირში დავტოვეთ, თუმცა ვხედავთ, რომ მედიაზე ამ შემთხვევაში არის უპრეცედენტო შეტევა და თავისუფალ სიტყვასა და გამოხატვაზე საქართველოში, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები ვართ, რომ ამას წინააღმდეგეთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებამ დავაანონსეს აქცია 19 ივნისს 14 საათზეავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით და მივდივართ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან.